2019 წლის 20 ივნისს ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუს კომუნისტ დეპუტატ სერგეი გავრილოვს დაუთმო. რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ არის. ძალოვანებმა დემონსტრაციის დარბევა პრემიერ-მინისტრის ამ საჯარო განცხადებიდან რამდენიმე წუთში გაფრთხილების გარეშე დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით დააკავა 300-მდე ადამიანი. სისხლის სამართლის წესით კი 19 პირი. 20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს, საიდანაც 5 სახეობის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. ოფიციალური მონაცემებით დაზარალდა 275 პირი, მათ შორის 187 სამოქალაქო პირი და 32 ჟურნალისტი. ქირურგიული ჩარევა დაჭირდა 28 პირს, მათ შორის ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ნეიროქირურგიული 4-ს. ცალითვალი დაკარგა 2 მოქალაქემ. რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა. ცალმხარეს კიდურები აქვს პარალიზებული ერთ ადამიანს. პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ რამდენიმე მოქალაქეს მიანიჭა, რასაც წლები დაჭირდა. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად მალე ეცნეს. 20 ივნისის ძალადობრივ დარბევაზე საბოლოოდ არ დასჭილა არც ერთი თანამდებობის პირი და არც ერთი მოძალადე პოლიციელი.